პირველ ადგილზე გასულის სტუდენტების საჯარო პოლიტიკაში მე მინდა გთხოვოთ ჯუბასო საზოგადოებამ დაიმახსოვრეთ ამ ადამიანის სახელგვარი გიორგი გოგია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. ალბათ დიკაპრიოს არ იქნებოდა ესეთი ბედნიერი ოსკარს რო აიღებდა. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადე ლაშა ჩემს მეგობრს, რომელმაც არაჩვეულებრივი სამსახური გამიწია იმისთვის, რომ ესე კარგად მომზადებინა და შედეგი დამდგარი იყო, რომელიც დადგა. დიდი მადლობა ყველას. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატებმა შეაჯამა 2015 წელი. ჩვენი საქმიანობა 2015 წელს იყო ერთ-ერთი ნაყოფიერი და წარმატებული, რადგანაც ჩვენ ამ წელს გვქონდა 80 პრესკონფერენცია, 177-ზე მეტი საჯარო განცხადება, 10-ზე მეტი მონიტორინგი, 3 კვლევა, 3 საკანონმდებლო ინიციატივა, დავაფუძნეთ ახალი ალიანსები, გავაძლიერეთ ევროინტეგრაციის მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოების პოზიციიდან ჩართულობა და ეს ყველაფერი იყო სამოქალაქო უფლებებისთვის და დემოკრატიის გაძლიერებისთვის ამ ქვეყანაში. წლის ბოლოს ჩვენ პატივს მივაგებთ ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც მთელი 2015 წლის განმავლობაში ჩვენს გვერდით ჩვენი წარმატებები და წინსვლა გაიზიარა. ამიტომ ტრადიცია, რომელიც ახალგაზრდა ადვოკატებმა ჩამოაყალიბა და დაამკვიდრა, ეს არის წლის ნომინაციები და ნომინანტები, რომელშიც წელს ასევე წარდგენილი იქნა მედია, საჯარო უწყებები და სხვადასხვა დაწესებულებები, ასევე ის ადამიანები, რომლებმაც მთელი 2015 განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზოგადოებაში ადამიანის უფლებების მიმართულებით და ჩვენ დღეს ეს ადამიანები დავაჯილდოვეთ. დავაჯილდოვეთ საჯარო სტუდენტების საჯარო პოლიტიკაში კონკურსანტები და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი საქმიანობის თვალსაჩინო წარმოჩენი საზოგადოებაში თავაზად წლის ანგარიშიც, რომელიც დეტალურად ასახავს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობას და მიგვაჩნია, რომ 2016 წელი იქნება გაცილებით საინტერესო, ჩვენ ვიქნებით აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კვლავინდებურად წვლილს შეიტანს ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, თანასწორუფლებიანობის და თავისუფლების მიმართულებით და განმტკიცებისთვის.